ტრიშოს კლინიკა დაბრუნდა პირდაპირ ეთერში და ბიძინა კვლავ თემა შენ უნდა გამოსვა. ჩვენი ბლოკის ეხანდელი ბოლო თემა იქნება აკნესთან დაკავშირებული პრობლემები. ყველას ალბათ ქონია ეს პრობლემა რაღაც ასაკში ბუნებრივია, ეს არის პრობლემები, რომლებიც უხშირესად გარდატეხის ასაკს უკავშირდება. თუმცა ხშირად ეს მცდარი შეხედულება, იმიტომ რომ აკნე შეიძლება ადამიანს მოზარდობის პერიოდშიც ჰქონდეს და არც თუ ისე იშვიათად და ამ თემებზე სასაუბრო ჩვენ დღეს სპეციალისტი გვეყოლება სტუმრად. სპეციალისტი ხალხო ნინო ცისკარიშვილი მობრძანდი დერმატოლოგი სამედიცინო კორპორაცია ევექსის წარმომადგენელი. გამარჯობა, მოგესალმებით. ეს მართლა ისეთი გავრცელებული და აქტუალური პრობლემაა, მით უმეტეს გარდატეხის ასაკში, როდესაც გოგონები უკვე რაღაცა თავის ვიზუალზე ზრუნავენ, ხო? და ეს მართლა ძალიან კი, რა თქმა უნდა, და ძალიან სერიოზული პრობლემა და დისკომფორტია. რა იწვევს ამას და როგორ შეიძლება რომ ეს პროცესი რაღაცნაირად მართოთ? აკნეს არის ახალგაზრდა ასაკის პირების კანის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემა. სამედიცინოსთან ერთად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოსოციალური პრობლემაც. ზოგადად აკნე ეს არის კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებადი ჩირქოვანი დაავადება, რომელიც ვითარდება როგორც პუბერტატულ ასაკში, ანუ სქესობრივი დიახ მომწიფების პერიოდში, არამედ ასე მოგვიანებით პერიოდში. აბსოლუტურად გეთანხმებით. როდესაც ხდება პირის სქესობრივი მომწიფება, ამ დროს ხდება ორგანიზმში გარკვეული ჰორმონული ცვლები. ანუ ჰორმონული პროცესები აქტიურდება, ამიტომაც ცხიმოვანი ჯირკვალი იწყებს გააქტიურებულად ცხიმის გამოყოფას, რასაც შედეგად მოყვება ფორების დახშობა ცხიმით. ამას შედეგად თავის მხრივ მოყვება სხვადასხვა ბაქტერიების გამრავლება, ვინაიდან ცხიმი, რომელიც იშლება, არის ძალიან კარგი გარემო ამ ბაქტერიების გამრავლებისთვის. თვითონ აკნეს პათოგენეში, ანუ აკნეს გამომწვევ მიზეზებში წამყვანი არის 3 ბაქტერია, ეს არის პროპიონი ბაქტერიუმ აკნე, სტაფილოკოკი და ზოგ შემთხვევაში კანის ტკიპა დემოდექსი. და ბრძოლის გზები სხვადასხვა ყველა შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ბრძოლის გზები სხვადასხვა. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ის, თუ რომელ ასაკში დაიწყო აკნე ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საუბარია პუბერტატულ აკნეზე, აქ უფრო წამყვანი არის, ანუ გარდატეხის ასაკში ჯერმა. როცა ხდება გამოჩენა აკნესი უკვე 25 წლის მერე, აქ უკვე საუბარია მოგვიანებით აკნეზე. ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად არის პრობლემა ჰორმონული ქალებში, ვინაიდან აქ ხდება ასევე თმიანობის განვითარება, ხდება ჰორმონული ძვრების განვითარება, ამიტომაც როდესაც ხდება მოგვიანებით აკნეზე საუბარი, საქმეში ერთვება არა მხოლოდ დერმატოლოგი, არამედ გინეკოლოგიც, ენდოკრინოლოგიც, ანუ კომპლექსური პრობლემაა. ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში გავიგეთ, რომ აკნე არის, მოდი ჩამოვთვალოთ 3 ძირითადი ნიშნის პრობლემა. ერთი, ჰიპერკერატინიზაცია, ანუ კერატინული ჯირკვლების ვიჭარბე. ეს არის სებუმის, ანუ ცხიმის გამოყოფის პრობლემა და ეს არის მიკრობების კონტამინაცია. დიახ, აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს საშინელება, რომელსაც ახლა ვხედავთ, რა წარმონაქმნია, შეიძლება გამგვიმარტოთ. იმიტომ თქვენ არ ახსენეთ ჯერ სიტყვა კომედონი, რომელსაც მე მოველოდი რომ იწოდეთ. დიახ, აუცილებლად ახსენებ. თვითონ აკნეს, როდესაც აკნეზე საუბრობთ, აქ არის ყოველთვის რამდენიმე ელემენტი. შეიძლება იყოს ანთებიდი ელემენტი, აკნეს შემთხვევაში შეიძლება იყოს არაანთებითი. კომედონი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ეს არის არაანთებითი ელემენტი, რომელიც შეიძლება იყოს შავი ფერის ან თეთრი კომედონი. თეთრი კომედონი ეს არის დახურული კომედონი. ანუ ფერი მჭამელი. კომედონი რა არის ჩვენ გამარტა. კომედონი ეს არის ფერი მჭამელი. დიახ, ანუ მარტივად თქოთ, ეს არის ფერი მჭამელი, რომელიც ხურის გარშემო გროვდება და ასევე იქ სადაც ბევრი ცხიმოვანი ჯირკვალია. კერძოდ სახის არე, კისრის მიდამო, გუნკერდი, ზურგის ზედა ნაწილი, მკლავები, ნიკაბზე, ანუ ტეზონაში, შუბლი, ცხვირი და ნიკაბი. და თქვათ რომ ეს საშინელება, რასაც ახლა ჩვენ აი ეს არის ფერი მჭამელი, შეიძლება საკეზე კანზე და რამდენ ხანს შეიძლება რომ ეს ზოგადად რა შეეხება თქვენს კითხვას, ანუ ცხოვრობს კანის ზედაპირზე კანის ტკიპაც, დემოდექსი, რომელიც არ არის პათოგენი. მაგრამ ყოველთვის არ იწევს დაავადებას. დიახ, აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს პრობლემა, ანუ კანის ტკიპა, ბევრს გონია რომ რახან აქვს, ეს არის უკვე პრობლემა. კანის ტკიპა ეს არის ნორმალური კანის ფლორის შემადგენელი კომპონენტი, როცა ხდება, ვთქვათ, იმუნოსუპრესია, ანუ იმუნიტეტის დაქვეითება, როდესაც ხდება მაგალითად ჰიპოვიტამინოზის განვითარება, ამ შემთხვევაში მრავლდება რაოდენობრივად ეს ტკიპა და შემდგომში ნორმალური მოვლენაა და ყველას გვაქვს თქვენს მეც შეიძლება სადღაც დაბობღავ შენ სახელზე. უბრალოდ როცა გამრავლდება, მე უკვე გამოიწევს დაავადება. აი ხა მინდა, როდესაც აკნეზე საუბრობთ, ბოდიშ გიხდით სოფიკო და გააგრძელეთ, არ დავიწყოთ თქვენი აზრი. როდესაც ჩვენ საუბრობთ აკნეზე, ეს ხშირად არის მოსაზრებები. თუმცა მე როდესაც ვკითხულობ ხოლმე ლიტერატურას, ამბობენ ხოლმე, მაგალითად სტრესი არის აკნეს პროვოცირების მიზეზი. ცხიმიანი საკვები აპროვოცირებს აკნეს, შოკოლადის ჭარბი მოხმარება.
თუმცა არის ურთიერთმოსაზრება, რომ ყვება არავითარ კავშირში არ არის აკნესთან, სტრესი არავითარ კავშირში არ არის აკნესთან. თქვენ როგორც სპეციალისტის მოსაზრება მაინტერესებს. ახლახანს გავეცანი PubMed-ში გამოქვეყნდა კვლევა, ანუ ეს არის უახლესი კვლევა, რომელიც იკვლევდა სტრესის გავლენას აკნეზე. ანუ შეადარეს 20-მდე ამერიკის უნივერსიტეტის სტუდენტების, ანუ აკნეთი დაავადებული სტუდენტების სიმძიმე აკნესი სტრესთან მიმართებაში. ანუ როგორი იყო აკნე საგამოსვლო პერიოდში, ანუ სესია როცა იყო და როგორი იყო აკნე უკვე საზაფხულო პერიოდში. 7 დროს. დიახ, ანუ 7 პერიოდში. როცა იყო სასესიო პერიოდი, გაცილებით მწვავე იყო აკნე, ვიდრე როცა იყო ზაფხულის პერიოდი. ანუ სტრესი ახდენს გავლენას აკნეს გამწვავებაზე. ცხიმის პროდუქციაზე არ ახდენს გავლენას სტრესი, მაგრამ უშუალოდ აკნეზე სამწუხაროდ გავლენას ახდენს. ერთი თქმა, როდესაც გამონაყარი აქვს ახალგაზრდა ადამიანს, ისედაც ნერვიულობს, სტრესში, იმიტომ რომ მას არ უნდა ასე სიარული. ანუ ეს იწვევს ამის პროვოცირებას, რომ გამიზესდეს. ნანიკო გულისხმობს, მან კი არის წრეფო არ იქნება. არის სტრესი, არის აკნე, არის აკნე, არის სტრესი. ყველა შემთხვევაში, რომ ვთქვათ, ურთიერთგამომწვევია ეს. იცით რა, როცა ხდება, ანუ პაციენტი ძალიან ხშირად დეპრესიაში როცა აქვს აკნე. იმიტომ რომ სტიგმატიზაცია ხდება მისი, იზოლაცია და ამიტომაც თავისთავად ეწყება კომპლექსები. ამიტომაც პირველ რიგში დერმატოლოგის ფუნქცია რო აუხსნას, რომ ეს არის ასე ვთქვათ, მოგვარებადი პრობლემა, განკურნებადია და დერმატოლოგმა თავის თავზე უნდა იტვირთოს ის, რომ აუხსნას, რომ რაღაც პერიოდი მას დასჭირდება მკურნალობა, მაგრამ ეს არის მოგვარებადი და არა უკურნებელი, როგორც გავრცელებულია და ყვება შევეხები უკაცრავდა ყვების ფაქტორზე. ძალიან ხშირად არის მოსაზრება, რომ თქვათ, აი შოკოლადმა გამოიწვია აკნე, თხილმა გამოიწვია აკნე. ეს ასე არ არის ნამდვილად. არა, უბრალოდ ყვებამ შეიძლება გამოიწვიოს, ანუ ყვებითმა პროდუქტმა ცხიმის ჯირკვლის პროდუქციის გაძლიერება და მეორადად აკნეს გამწვავება, თუმცა მისი უშუალო გამომწვევი როგორც წესი არ არის ყვებითი ისეთ რა მაინტერესებს, აი ხშირად ყოფილა, ეხლა მე კიდევ კარგი რომ არ მაქვს თქვათ მსგავსი პრობლემები კანთან დაკავშირებით, მაგრამ როცა მიდიხარ დასასვენებლად იცვლი ადგილმდებარეობას, ძალიან ხშირად არის რომ რაღაცა წყალი არ მომიხდა, ვამბობთ, ხო, ეს ხშირად შეიძლება რომ იყოს ეს თქვათ გამომწვევი. თუ კი წყალი დაბინძურებულია, თავისთავად ამას შეიძლება მოახდინოს აკნეს პროვოცირება. თუმცა მარილიანი წყალი როგორც წესი პუბერტატული ასაკის აკნე ძალიან კარგად მოქმედებს და პირიქით იმის გამო რომ ბაქტერიციდული, ანუ ბაქტერიას კლავს მარილიანი წყალი ეფექტი გააჩნია. ანუ პოზიტიური ეფექტი აქვს პუბერტატულ აკნეზე. ნინო, მოდი აქვე შევეხოთ. ეხლა აკნეს მკურნალობა ესო ძალიან რთული თემაა და ის მრავალეტაპიან მკურნალობის სქემებს მოიცავს. ეხლა ამაზე ალბათ დღევანდელი ჩვენი ეთერი არ გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ, მაგრამ მოდი გითხარით და მოგვიყევით იმ ძირითადი პრინციპების თაობაზე, რაზეც დგას ზოგადად თანამედროვე აკნეს მკურნალობა. კი ბატონო. ზოგადად როგორც აღნიშნე, ანუ აკნეს მართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში დროული მიმართვა დერმატოლოგთან. ანუ დროული ვიზიტი. არავითარ შემთხვევაში თვითმკურნალობა არ შეიძლება. თვითმკურნალობა იგივე ზოგ შემთხვევაში პაციენტი თვითონ ცდილობს რაღაცა ნიღბებით გაიკეთოს და ეს თავისთავად პრობლემას უფრო აკრებს. მაგრამ გამონაყარი ბევრი ტიპის არის და როგორ უნდა გავარჩიო მე სახლში სარკესთან აკნე მაქვს. სანამ მივალ დერმატოლოგთან. ალერგიული გამონაყარი მაქვს ან ინტოლერანტული საკვები მივიღე და რეაქცია მომცა კანზე. აი როგორც აღნიშნა ბიძინამ, როდესაც არის ინტოლერანტობა, ანუ ამ შემთხვევაში გამონაყარია განსხვავებული. აკნეს შემთხვევაში არის უფრო ჩირქოვანი გამონაყარი, არის ფერმჭამელები. ალერგიის შემთხვევაში წამყვანი სიმპტომი არის კანის შეწითლება, ქავილი, ძლიერი ქავილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არისო. ალერგიული გამონაყარი და საერთოდ ალერგია ყოველთვის ხასიათდება ქავილით მიმდინარე გამონაყარი. ყველა შემთხვევაში. პრაქტიკულად ალერგიული გამონაყარი ქავილის გარეშე ეჭვunda შეგეპაროს მაქვს თუ არა ალერგია. აკნეს შემთხვევაში თუ კი ალერგიული კომპონენტი სტანდარტულია, ზოგ შემთხვევაში აკნეს შემთხვევაში იყოს ძლიერი ქავილი, მაგრამ ალერგიის ქავილი უფრო ძლიერია, იმიტომ რომ აქ არის წამყვანი კომპონენტი ჰისტამინი, რა თქმა უნდა, რომელიც იწვევს ძლიერი ქავილის განვითარებას. ალერგიის დროს ჩირქოვანი შეიძლება იყოს? ჩირქოვანი ნაკლებად, თუმცა შეიძლება იყოს ალერგიული ტიპის გამონაყარი, მედიკამენტურ ალერგიებს ეკუთვნის, შეიძლება ჩირქოვანად გამოაყენოს. აკნე ყველა შემთხვევაში ხასიათდება ჩირქოვანი გამონაყარი. ფერმჭამელა, ანუ კომედონი, რომელიც უკვე განმარტებს, შავი და თეთრი კომედონი არსებობს. დახურული და ღია კომედონი და ასევე არის ჩირქოვანი გამონაყარი. ეს ხანდახან არის კისტები, ანუ უკვე ძალიან ღრმა პროცესი როცა არის, რომელიც ნაწიბურებს ტოვებს, ეს უკვე ძალიან შორსასული. ნაწიბურს ტოვებს აკნე ნამდვილად. ყოველთვის არ ტოვებს, ამაზე მინდა ზუსტად ვისაუბრო. თუ კი დროულია მკურნალობა და ზუსტად დროული მკურნალობისთვის აუცილებელია, რომ პაციენტისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ხო, კლინიკა. ამიტომაც კორპორაცია ევექსის წყალობით დღეს უკვე არის ბევრი ფილიალი გუდანის რაიონში, საბურთალოს რაიონში, სადაც ხდება უახლესი გაიდლაინებით აკნეს მკურნალობა და მართვა. ზოგადად მოკლედ რო ვთქვა, დიაგნოსტიკაში რამე სიახლეს თუ სთავაზობთ? დიაგნოსტიკას რაც შეეხება აკნეს დიაგნოზი ძირითადად დათვალიერებით ისმევა. დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევები იმ შემთხვევაში უნდა ჩავატაროთ, როცა არის თქვათ ჰორმონალური დისბალანსი, ანუ ქალებში როცა მოდი აქვე ვთქვათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი მოზარდობის პერიოდში, როდესაც ეს გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით გოგონებს უვლინდებათ, შეიძლება 20-30%
ამ დაავადების თანხლები იყოს ეგრეთ წოდებული პოლიკისტოზური დაავადება. ამიტომ ყველა დედამ და მშობელმა უნდა იცოდეს, რომ აკნე შეიძლება იყოს მანიფესტაცია, ანუ სარკე შინაგან ორგანოებში მიმდინარე ცვლილებების და პირველ რიგში საკვერცხესთან დაკავშირებული პრობლემების, ამიტომ კომპლექსური მიდგომა არის აუცილებელია. იგივე თმიანობა როცა არის მომატებული, ესეც მეტყველებს, რომ აქ არის საკვერცხების პოლიკისტური სინდრომი და აუცილებელია გინეკოლოგის ჩართვა, რომ მოხდეს უფრო ანუ შანსი რამდენად არის, რომ იგივე ჩვენ გარდატეხის ასაკზე საუბრობთ, როდესაც ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება, რომ თვითონ ალაგდეს ეს პროცესი, თუ ეს მაინც პატარა პროცენტია და ყოველ შემთხვევაში უნდა მიაკითხოს სპეციალისტ დერმატოლოგს ადამიანს. როგორც წესი, სასურველია, რომ როგორც წესი თვითონ არ ლაგდება აკნე, უბრალოდ იმის გამო, რომ პაციენტი ვერ ითმეს ხშირ შემთხვევაში თვითონ თქვათ იცილებს ამბიახ, კომედონებს, ამას მოყვება, მეორად ინფიცირება, გაუარესება მდგომარეობის, მე უკვე ნაწიბურების დატოვება, ამიტომ ყველა შემთხვევაში უნდა ჩაერთოს დერმატოლოგი თავისთავად და თუ კი არის მსუბუქი აკნე, ანუ თინეიჯერებში ხშირად მსუბუქი აკნე ვითარდება, თუ არ მიხედეს, მე უკვე გადის საშუალო სიმძიმის აკნეში, მძიმე აკნეში, აუცილებელი არის ადგილობრივი თერაპიით დაწყება, ანუ ეს არის სხვადასხვა ამქერცლავის საშუალებები, აზელაინის მჟავა გამოიყენება, ბენზოილის პეროქსიდი, ძალიან დიდია ჩამონათვალი, რომლებიც ემსახურება ცხიმის შემცირებას, აქერცვლას, ანუ ზედაპირული შრის მოცილებას. მხოლოდ თუ არის ინექციაც და კომპლექსურია. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ხა ეს პრეპარატები მე მგონი გადაღლის ჩვენს ტელემაყურებელს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, აი ხშირად არის კითხვა, აი პრაქტიკული თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში პაციენტ ჭირდება თუ არა და როდის ჭირდება, მე მინდა რომ ეს თქვენ განგვიმარტოთ. სუფთა წმინდა წყლის კოსმეტოლოგიური დახმარება. ხშირად პაციენტი პირველ რიგში მიდის, მოდი, სახე გავიწმინდო. და მე ხშირად ხვდები, რომ ის უმწვავებს ხოლმე მას აკნეს მიმდინარეობას. ამიტომ თქვენ როგორც სპეციალისტმა მინდა გითხრათ. თუმცა წმინდის სხვადასხვა საშუალებები არსებობს. დიახ, რაც შეეხება წმინდას, ზოგადად მე მის მომხრე ვარ, რომ დერმატოლოგმა და კოსმეტოლოგმა ერთობლივად უნდა იმუშაონ, დიახ და რაც ცალ-ცალკე. შეიძლება დააზიანოს თქვათ მის მდგომარეობა გაწმენდნა. ასეპტიკის პირობების, ანუ როგორ გითხრათ, სტერილობის დარღვევა, ამ შემთხვევაში შეიძლება გამწვავდეს, დაჩრიქდეს, პირიქით უარესობისკენ წავიდეს პროცესი. თუ კარგად ხდება გაწმენდა, თუ არის დაცული ყველა პირობა სტერილობის, თავისთავად დაჩრიქებას ადგილი არ ექნება. მაგრამ რისკები მაინც არის, ეხლა ეს ჭია საშინელი, რაც ნახე. ეს ჭია სუქავს, ყველგან ყავს. გასაგებია, მაგრამ ნუ არის პროცესი, აიწევს ასეთ პროცესს. ხო, ყოველთვის ხო არ არის როცა არის ფერმჭამელები, როცა არის კომედონები, ანუ დახურული ღია, ამ შემთხვევაში წმენდა პირიქით კარგია, ფორის გახსნა ხდება, გასუფთავება. აბსოლუტურად ვასუნთქებთ და ამოწმენდა ხდება იმ დაჟანგული ცხიმისგან, მელანინისგან, თქვა ჭარბი კერატინოციტებისგან. ოღონდ ყოველ შემთხვევაში უნდა ჯერ მივიდე დერმატოლოგთან, რომ მან გაგუშვას ასურველია. და არა ძველი კოსმეტოლოგი. პრევენციისთვის რაიმე საშუალება არსებობს, რომ ჩვენ არ დაგვემართოს არასოდეს აკნე. ზოგადად თუ კი არის გენეტიკური დატვირთვა, თუ ვთქვათ მშობელს ქონდა ცხიმიანი კანი და ბავშვს ცხიმიანი კანი აქვს. ანუ ცხიმიანი კანი წინაპირობა აკნეს იყო. მიდრეკილებას ყოველთვის არა, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში ცხიმიანია კანი, მაგრამ გრძნობელობა ცხიმოვანი ჯირკვლის ნაკლებია ამ ჰორმონის მიმართ და ნაკლებად ხდება გამწვავება და განვითარება აკნესი. თუმცა ცხიმიანი კანი ყოველთვის არის წინაპირობა თითქმის აკნეს განვითარების. როგორც ჩვენ მოვისმინეთ თქვენი საუბრიდან, აკნე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა და ის მოსაზრება, რომელსაც ჩვენ ძველი თაობის წიგნებში, ანუ საბჭოთა მედიცინის დროს ხვდებოდით ხოლმე, რომ ეს არის დაავადება, რომელიც მხოლოდ პუბერტატის, ანუ გარდატეხის ასაკისთვის არის დამახასიათებელი. ან თუნდაც ეს დარჩება მუდმივად ნაწიბური ღრმულები და ეს განუკურნებელი დაავადება და მუდმივად არის. ჩვენ გავარკვიეთ, რომ ამ დაავადებას აქვს თავისი მიზეზები, თავისი გამომწვევები, არსებობს დიაგნოსტიკური შესაძლებლობები და არსებობს კურნალობის თანამედროვე ხერხები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რომ პაციენტმა დროულად მიმართოს დერმატოლოგს, დროულად მიმართოს, თქვათ, დერმატოლოგის თანხმედრაში კოსმეტოლოგს, სხვა დარგის სპეციალისტებს, რომ ამ დაავადების მიზეზი სწორად დადგინდეს, შესაძლო გამწვავებები თავიდან ავერიდოთ. მე ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო და ინფორმატიული იყო დღეს ჩვენი სტუმრობა. ძალიან დიდი მადლობა.